მოგესალმებით, მე ვარ მარი დემურაშვილი, ეს არის პოდკასტის სტარტაპერი და დღეს სტუმრად გვყავს ნიკოლოზ გურგენიძე, ინვენტარის დამფუძნებელი. მადლობა. პირიქით, მადლობა შენ მოწვევისთვის. ნიკოლოზ. და დღევანდელი ჩვენი სასაუბრო საკითხი არის აუთსორსი და ყველა პროცესი აუთსორსის გარშემო. სანამ გადავალთ ძირითად საკითხზე, იქამდე ტრადიციული კითხვა მაქვს ესეთი, ვინ ხარ, რა გინდა და სად მიდიხარ და აქედან რომ დავიწყოთ. გასაგებია. პირველ რიგში კეთილი იყოს ჩემი ფეხი შენ გადაცემაში, მადლობა მოწვევისთვის. არ დაანებო პოდკასტის ჩაწერას თავი. მეტი და მეტი мотиваცია გქონდეს, იმიტომ რომ ძალიან საჭირო რაღაც არის და ბევრ ადამიანს ეხმა მე პირადად YouTube-ის მომხმარებელი ვარ 90% და ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი ისეთი გადაცემა იწერება დღეს ქართულ YouTube-ზე, საიდანაც ძალიან ბევრი საინტერესო და გამოსადეგი ინფორმაციის წაღება შეუძლიათ ადამიანებს. ამიტომ მიაწექი ბოლომდე. კითხვა რო გამიმეორო, ტრადიციული კითხვა არის, ვცდილობ რომ ყველას დაუსვა, იმიტომ რომ საწყისი ეგ არის პრინციპში, ვინ ხარ, რა გინდა და სად მიდიხარ. გინდა პიროვნული კუთხით განვიხილოთ, გინდა ბიზნესის კუთხით განვიხილოთ, როგორც გაგიხარდეს. მოკლედ მე ვარ ნიკოლოზ გურგენიძე, 33 წლის. რა ვიცი, ვარ ინვენტარის დამფუძნებელი. მანამდე მუშაობდი აუდიტორულ კომპანიაში, კიდე მანამდე მუშაობდი რაღაც პატარა პერიოდი საშემფასებლო კომპანიაში. და ესეთი განსაკუთრებული ჩემ თავზე არ შემიძლია ისეთი რამე ვთქვა, ალბათ რა მირჩევნია რომ სხვებმა თქვან. იმიტომ რომ რა ვიცი, უფრო ალბათ სხვისი აზრი არის მნიშვნელოვანი მაგ კუთხით, ალბათ მე ვინ ვარ, თორე ანუ შინაგანად მე თვითონ უკვე ჩემ თავთან ვიცი ვინც ვარ იდეაში. მინდა რომ ყოველთვის იმ დღით ვიცხოვრო და გავაკეთო საქმე, რასაც ვაკეთებ, რომელ დღესაც ვცხოვრობ, ანუ აწმყოში. შესაბამისად, ნამდვილად არ ვფიქრობ 10 წლის მერე როგორი ვიქნები მე და როგორი იქნება ინვენტარი და 10 წლის წინ როგორი ვიყავი მე და ინვენტარი რო არ არსებობდა, მაქედან რა გამოცდილებაც მაქვს მიღებული, ვფიქრობ, რომ დღეს არის ეგ დღე, რა გამოცდილებასაც მე ვიყენებ და იმას უბრალოდ ყურადღება აღარ უნდა მივაქციო. რა მინდა, რა ვიცი. ბევრი რამე მინდა რა ზოგადად. ნაძვის ხის ქვეშ რას დაწერდი ეს წერილი რა. რა ვიცი. რა პირველ რიგში ალბათ ჯობია რომ თვითონ საქმიდან გამომდინარე თქვა. მინდა რომ ჩემი სახელი და გვარი პირველ რიგში ასოცირდებოდეს სანდოობასთან, მინდა რომ ასოცირდებოდეს ხარისხთან და მინდა რომ ასოცირდებოდეს რაღაცა ისეთ სტანდარტებთან, რისი გაკეთებაც აი ბევრს არ შეუძლია რა. ანუ მე მინდა რომ შევქმნა ისეთი პროდუქტი, რაც შეიძლება ვიღაცისთვის ძვირი იყოს, ვიღაცისთვის იაფი იყოს, ეგეც რაღაცა ისეთი განსაზღვრება ეს ძვირი და იაფი რა არის საერთოდ ზოგადად, ანუ საიდან გამომდინარეობს, ახლა ესე ვერ ვიტყვით, მაგრამ ნუ აი ხარისხიდან გამომდინარე, მინდა რომ ბაზარზე ეგ ადგილი მეჭიროს და ეგ ნიშა მქონდეს დაკავებული და ისედაც ზოგადად ანუ ურთიერთობაშიც მირჩევნია ხარისხიანი ურთიერთობა მქონდეს ადამიანთან და ზოგადად კომპანიებთან ურთიერთობასაც ისე უყურებ, როგორც ადამიანებთან ურთიერთობას. და მესამე კითხვა რა იყო? სად მიდიხარ? სად მივდივარ? რა ვიცი. მიზანი რა არის? ესე უფრო სწორი იქნება. მიზანი აი ალბათ მიზანიც ეგ არის, რომ ზოგადად ადამიანებს აი უფრო ალბათ სწორი იქნებოდა იმის თქმა, რომ ადამიანებს ის შთაბეჭდილება დარჩეთ ჩემზე და ჩემ კომპანიაზე, როგორი შთაბეჭდილებაც, როგორი მონდომებითაც და მოტივითაც მე შევქმენი ჩემი კომპანია. ანუ არ ვარ მე აგრესიული გაყიდვები, ზოგადად ჩემ პროდუქტს არ ვაწვდი მომხმარებელს და პოტენციურ მომხმარებელს და თუნდაც იმას, ვინც მე მირეკავს აგრესიულად.
ანუ ჩემი გაყიდვის მიდგომაც ზოგადად ესეთია, რომ ადამიანს ახლა რაღაც თუ არ უნდა ძალით ვერ მიცემ ხო, ვერ შეტენი ასე ვთქვათ და საჭიროება უნდა იყოს ამას. საჭიროება უნდა იყოს, რა თქმა უნდა და რეკლამაც ჩემი, რა ვიცი, ესე აი Facebook-ზე რა ვიცი 5 ჯერ თუ მექნება ჯამში, ამ 4 წლის განმავლობაში რაღაც დარეკლამებული, ძირითადად Google-ით რო ვიგუგლებოდე და ChatGPT-ს ვინმე უნდა კითხოს ინვენტარიზაცია ვის გავაკეთებინა და ინვენტარს გააკეთებინა, ძირითადად ჩემი მიზანი ეს არის. დანარჩენი ჩემი კლიენტების 80% მოყავთ ჩემ კმაყოფილ კლიენტებს და პორტფელში ვინც მყავს ყველა ჩემ პოტენციურ კლიენტს ვეუბნები რომ შეუძლია რომ პორტფელს გადახედოს და ნებისმიერ ჩემ პორტფელში არსებულ კლიენტს დაურეკოს და კითხოს ჩემზე რეკომენდაცია. ალბათ იქეთკენ მივდივარ და ჩემი მიზანიც ეს არის რომ რაც შეიძლება ბევრი კმაყოფილი მომხმარებელი მყავდეს და მირჩევნია რომ ნელ-ნელა ვითარდებოდე ვიდრე რაღაცა სწრაფად და ხარისხი დამივარდეს. ანუ ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი ხარისხის დაჭერის სავარაუდოდ ეგეც არის, იმიტომ რომ თვითონ ინვენტარიზაციის ნაწილი ახლა სხვა აუთსორსებთანაც მქონია ამ პერიოდის განმავლობაში მე შეხება, მაგრამ ინვენტარიზაცია ცოტა რთული საკონტროლებელი არის, იმიტომ რომ ამას ვერ დაამთავრებ ვერსად, აი მაგალითად როგორც ბუღალტრულ წიგნებს გაიული პირობითად, როგორც შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი გახდები, პერსონალური მონაცემების დაცვის ოფიცერი, რაღაცა იურიდიული მიმართულებით გარეგულირებს, ცოტა ინვენტარიზაცია სხვა სპეციფიკის საქმიანობაა და ამიტომ სულ პრაქტიკაზე დაფუძნებულია და სულ ერთმანეთს უზიარებთ თანამშრომლები ჩვენ პრაქტიკას და რაღაცა მოკლედ მაქეთ მივდივარ, რომ უფრო მეტი თანამშრომელი მყავდეს, უფრო მეტი კლიენტი, უბრალოდ იმის ხარჯზე არა, რომ ხარისხი დავარდეს რა პირველ რიგში უნდა იყოს ხარისხი. მოდი რაზე ვისაუბროთ, იცი, შენი კლიენტების და ზოგადად ბაზრის მდგომარეობაზე, რა გამოწვევები არის ბაზარზე, საქართველოში იქნება თუ საზღვარგარეთ, ამ მიმართულებით და შენ რა გადაწყვეტილებებს თავაზობ? საინტერესო კითხვაა. მე თვითონ ინვენტარიზაციის მომსახურების აუთსორსზე გატანა იდეათ მომევიდა დაახლოებით 10 წლის წინ. ჩემ მეგობრებს ჰქონდათ ონლაინ მაღაზია და მან მქონდა მე ჩაბარებული სტოკის ნაწილი. როგორც ონლაინ სტოკის ნაწილი, ისე მაღაზიაც იყო ფიზიკურად ერთი, ამ მაღაზიის სტოკის ნაწილიც და დაახლოებით სულ იქნებოდა მაქსიმუმ 1000 ფეხსაცმელი, მეტი არ იქნებოდა და ისეთი რთული გასაკონტროლებელი იყო ეს 1000 ფეხსაცმელი, სად იყო, როგორ იყო, რანაირად იყო, რამე ხო არ დაიკარგა და ასე შემდეგ, რომ დავფიქრდი მერე, მივხვდი, რომ რაც უფრო დიდი იქნება ორგანიზაცია, მით უფრო რთული იქნება ამის კონტროლი. მერე იმას შევეჩეხე, რომ ვინც ნაშთებზე არის პასუხისმგებელი, იმან არ უნდა დათვალოს, იმიტომ რომ რასაც უნდა იმას ჩაწერს. ვინც ბუღალტერიას აკეთებს, იმის საქმე ცალსახად არ არის. მერე უკვე რაც დიდ ორგანიზაციებს შევეხე, უკვე ვისაც აუდირებული ასე ვთქვათ, სარასთან ვისაც უწევს აუდიტის წლიური ანგარიშგების აუდიტის წარდგენა, მათ პირდაპირ პრობლემა აქვთ ინვენტარიზაციასთან მიმართებაში, იმიტომ რომ აუდიტმა უნდა გაუმწვანოს ეგ პუნქტი და ყოველწლიურად უნდა ტარდებოდეს. პირველი და მეორე კატეგორიას ეხლა იმის ფუფუნება აქვს, ასე ვთქვათ, რომ ამაში თანხა გადაიხადოს და ძირითადად ჩემი კლიენტებიც უფრო ამ სეგმენტის ბიზნესები არიან, მესამე კატეგორიიდანაც ბევრი კლიენტი მყავს და მეოთხე კატეგორიას უბრალოდ უთხრეს რომ არ გააკეთო და არ აკეთებენ. ანუ რადგან სავალდებულო არ არის არც აკეთებენ. იცი როგორიც არა, მყავს დაახლოებით 15 კლიენტი, რომელსაც საერთოდ არ აინტერესებს აუდიტი თხოვს, ბუღალტერი თხოვს თუ კანონი თხოვს, ანუ თვითონ უნდათ რომ უბრალოდ მოწესრიგებული ქონდეთ ყველაფერი. აი თვის ჭრილში რომ მე უთხრა რომ აი მაგალითად ყველაფერი გადავამოწმე და დანაკლისი გაქვს 0 და ზედმეტობა გაქვს 0 და ყველაფერი კარგად არის, დიდი მადლობა, მომავალ თვესაც გავაკეთოთ. ანუ მყავს ეგეთი ორგანიზაციები,
ყავს ისეთი ორგანიზაციები, რომლებიც კვარტალში ერთხელ აკეთებენ მარაგების ნაწილს, მაგრამ ეხლა მე რასაც შევხები ვარ ბაზარზე ამ მიმართულებით, ყველაზე რთული მდგომარეობა არის ძირითადი საშუალებების ნაწილში. ანუ ძირითადი საშუალებები არის, რასაც ორგანიზაცია იყენებს საქმიანობისთვის, მაგალითად სკამი, მაგი და კომპიუტერი, მსგავსი ტიპის ავეჯი ტექნიკა, ანუ აქტივები რაც არის. და ძალიან რთული არის ამის კონტროლი, იმიტომ რომ დიდი ორგანიზაციები, რომლებსაც ფილიალები აქვთ, თანამშრომლები ხშირად მოდიან ახლები და ასე შემდეგ და თვითონ ისედაც რა მდგომარეობაშია შეიძლება ვიღაცა მოარყია ან რაღაცა გაუფუჭდა კომპიუტერს ან ასე შემდეგ. ანუ ამის კონტროლი და ბუღალტრულ ბაზასთან დადარება არის აი ყველაზე დიდი თავის ტკივილი ნებისმიერი კომპანიისთვის, იმიტომ რომ აქეთ არის ბუღალტერი, რომელმაც შეიძინა რომელმაც გაატარა პროგრამულად ეს შეძენილი ნივთი და აქეთ არის შესყიდვები, რომლებმაც შეიძინა ეს ნივთი და იცის ვიზუალურად როგორია. ანუ ამან არის ეს პროგრამულად როგორ არის გატარებული და ბუღალტერმა არის როგორ გამოიყურება ვიზუალურად. გადის 4 წელი, 5 წელი, მაგდანიც არ ჭირდება 1 წელი, 2 წელი, 3 წელი. კი ეგ ვიცი 1 წლის წინ ვიყიდე, მაგრამ ნუ აი 1 წლის მერე, 2 წლის მერე, 3 წლის მერე უკვე შეიძლება ის ბუღალტერი შეიცვალოს, ხო? ანუ ძალიან რთული გასაკონტროლებელია და მანდ მე ანუ ძალიან სხვადასხვა პრაქტიკები მაქვს ყველასთან, მაგრამ ძირითადად დეტალურს ვაკეთებ, იმიტომ რომ მერე წლის ჭრილში ყველა დეპარტამენტისთვის მარტივად წასაკითხი იყოს ეს რეპორტი. ეხლა ბუღალტერიდან რომ მომდის დაკვეთა, იმას არ ნიშნავს, რომ მე რო ბუღალტერს გადაუგზავნი ამ რეპორტს, შესყიდვების დეპარტამენტმა ვერ წაიკითხოს, ფინანსების დეპარტამენტმა ვერ წაიკითხოს, ადმინისტრაციამ და ამიტომ ხო ისეც ვაკეთებ, რომ ყველასთვის იყოს, ასე ვთქვათ, მარტივად გასაგები და წაკითხვადი. ნუ ეხლა თუ დაკვეთა ისეთი, რომ მარტო მე მინდა წავიკითხო, კი ბატონო გავუკეთებ ისეც, რომ მარტო თვითონ წაიკითხოს და რაღაცა თანხაში ვარ გაჭედილი და აი ისეთი გამიკეთე, რომ რაღაცა ცუდი გამიკეთე, ეგეც ვერ გავუკეთებ ეხა ფიზიკურად, იმიტომ რომ ანუ ხარისხი ჩემ საქმიანობაში ძალიან მნიშვნელოვანია რა, ანუ ფიზიკურად აუთსორსზე რო გაქვს ბიზნესი გატანილი და რაღაცა სერვისზე პრეტენზია გაქვს, რომ კარგად უკეთებ, აი რაღაცა 10000 ლარის მაგივრად რაღაცა 2000 ლარი გადამიხადე და ისე რა ინვენტარიზაციას გაიკეთებ, ნუ არ გამოდის ეგრე. მესმის. თან სხვათა შორის იმის მიუხედავად, რომ მე ესე დეტალურად არ ვარ ჩახედილი, ბიზნეს პროცესს ხვდები, რამდენად რთული ბიზნეს პროცესი არის მაგ ყველაფრის გაკეთება. და მეორე ბიზნესისთვის რამდენად დიდი თავის ტკივილია მაგასაც ხვდები, იმიტომ რომ ცვეთა ჰქვია, ხო, იდეაში მაგას, რაც საბოლოო ჯამში ემართება და შენ ეს უნდა განსაზღვრო თითოეულ ნივთზე ფაქტიურად, იმიტომ რომ მატერიალური აქტივია და არამატერიალური აქტივი. მატერიალურ აქტივს ერიცხება ცვეთა, არამატერიალურ აქტივს ამორტიზაცია. ხო და მაგის კონტროლი. ხო, აი ამის კონტროლი ზოგ დიდ ბიზნესს თავის თავზე აქვს აღებული და ანუ ბევრს უთქვამს, რომ აი შიდა ჯგუფი მყავს. მაგრამ აი ამ შიდა ჯგუფით, ანუ ეს შიდა ჯგუფი ხო თვითონ ვიღაცა უნდა გააკონტროლოს, ანუ ჰედი ხო ჭირდება. ამ ჰედს კიდე ვიღაცა ხო ჭირდება, ვინც უნდა გააკონტროლოს და თვითონ მე ეს შიდა ჯგუფი, აი ეს კონტროლის მექანიზმი ცოტა სხვანაირად მუშაობს და ნუ ეს შიდა ჯგუფი თვითონ იმ თანამშრომლებთან მე კონტაქტში ხო შედიან. იქ იმას გაიცნობენ, ამას გაიცნობენ კორპორატიულზე წავლენ ერთად ის და შეიძლება რაღაცა ერთი პატარა რაღაც იყოს და კაი ხო არა უშავს რაღაცა უთხრავს. ნუ ეხლა მე მქონია რამდენიმე კლიენტთან ეგეთი შემთხვევა და თვითონ კლიენტს მეუღია გადაწყვეტილება, რომ შიდა ჯგუფი დაეშალა და აუთსორსზე გამოეტანა მთლიანად და შედეგი ბევრად სხვა მე ჯგუფს უცვლი, ანუ ერთი და იგივე ხალხი არასდროს არ მიდის და თუ მიდის ერთი და იგივე ხალხი წელიწადში ერთხელ ვისაც უკეთებ მაგათთან მიდის და იქ უბრალოდ ჩეკაპი მიდის ისეთი რაღაცის რა რის ინტერესიც არავის არ აქვს, ნუ ძირითადი საშუალებების ნაწილში. მაგრამ ყველაზე რთული აქ საკონტროლებულად რაც არის ძირითადი საშუალებები იმ ჭრილში, რომ რა ჩამოიწერა, რა შეისყიდეს, გაიდლაინს უტოვებ მე წლის ჭრილში როგორ უნდა იმუშაონ და მიყვებიან ამას და თუ რაღაცა კითხვა ექნებათ, მე მომიბრუნდებიან და
მოკლედ ძალიან ისეთი პროცესია, რომ შიდა კონტროლი ამ ნაწილში უჭირთ და თან ყველაზე რთული რაც არის და თვითონ ბუღალტრებსაც უჭირთ ამის გაკეთება და მესმის ეს, იმიტომ რომ მეც ძალიან მიჭირს იმ კუთხით, რომ დიდი დრო მიაქვს ამას, არის მეჩინგის ნაწილი. ანუ ძირითადი საშუალების ფაქტობრივი მდგომარეობა, რომ დაადარო პროგრამულს და აქ ხვდები ძალიან ბევრ წინაღობას და მჭირდება იმათი მხრიდან, ვინც არიან ჩემი დამკვეთები, ანუ ფაქტიურად ძალიან დიდი ინტენსივობით ჩართულობა და შეიძლება ბევრი რგოლის. და ცოტა ხანი არის, რაც დეპარტამენტი დავამატე ცალკე გამოვყავი ჯგუფი, რომელიც იმუშავებს უშუალოდ მეჩინგის ნაწილზე, რომ ეს ფიზიკურად გასაკეთებელი ინვენტარიზაციის პროცესები არ გაჩერდეს და ის რომ ინვენტარიზაციას გააკეთებს დასურათებით ყველა სტანდარტის დაცვით, რა სტანდარტიც უნდა იყოს დაცული აუდიტის მიზნებისთვის, იქნება თუ მენეჯერული მიზნებისთვის, თუ ბუღალტრისთვის. შემდეგ უკვე აქეთ ჩვენკენ რომ მოდის აქეთ უკვე ანალიტიკური ჯგუფი ამუშავებს მეჩინგის ნაწილს და მე შუალედური შეხვედრებია კლიენტთან გავდივართ რა არის ჩამოსაწერი, რა არის დასატოვებელი, რა არის საპოვნელი, რა არის გადასამეჩი და მე საბოლოო შემოკლედ ძალიან კომპლექსური საკითხებია. და დიდ შრომასაც მოიცავს რეალურად. კი, აი რაღაცა ერთხელ დაუნერგე და წახვედი, ანუ მე კომპანიაში თუ ვიგრძენი, რომ არა აქვთ იმის საშუალება, რომ ეგეც გამოცდილებამ და დრომ მასწავლა თავიდან მეგონა, რომ ვინც ინვენტარიზაციაზე მირეკავდა და მიკვეთავდა, თვითონ უკვე მზად იყო, რომ ინვენტარიზაცია გაეკეთებინა და ანუ მეც რომ მივხვდი, რომ გაუკეთე ინვენტარიზაცია და რაღაცა აერია, იმიტომ რომ თვითონ შიდა რესურსი არ ყავდა, რომ ამისთვის მე რაღაცა ყურადღება მიექცია რაღაცა პერიოდულობით და შესაბამისი თანამშრომელი არ ყავდა და ასე შემდეგ. ანუ მე მივხვდი, რომ ანუ იმ დონეზე უნდა შევისწავლო კლიენტი, რომ მივხვდე, მე რომ ამას ინვენტარიზაციას გაუკეთებ, მე ეს გაკეთებული ინვენტარიზაცია მაგისთვის შეიძლება 2 თვე კარგი იყოს, მაგრამ შეიძლება მესამე თვეს აქეთ შემომიბრუნდეს და მითხრას, რომ ეს ინვენტარიზაცია რომ გამიკეთე, ეხა არ გამომადგა რა და რაღაცეები მე დამაბრალოს, ასე ვთქვათ და ამიტომ მირჩევნია, რომ თავიდანვე უთხრა, რომ აი ეს პროცესი დაგეგმე და ამ ყველაფერს რომ დაგეგმავ და ამისთვის მზად რო იქნები, მე შემოვალ და მე გაგიკეთებ, იმიტომ რომ რაღაცა ისეთ პასუხისმგებლობაში შევდივარ, რომ ისიც უნდა იაზრებდეს ამ მომენტში თავის პასუხისმგებლობას და მოკლედ პროცესები ისე არის გაწერილი, რომ ყველაფერი დოკუმენტალურად არის დადასტურებული და მოკლედ აი ძალიან ისეთ რაღაცაში მაქვს თავი გაყოფილი, რომ უკანაც ვერ გამოვდივარ, იმიტომ რომ მინდა რომ ბევრად, ანუ ყოველ წელს მინდა რომ დავხვეწო რა, აი კლიენტის ჭრილშიც ხო მინდა რომ გავიზარდო, უფრო ხო ყველა ბიზნესს უნდა რომ გაიზარდოს, ხო ეხლა სულ 10 კლიენტი ხო მიზანი ეგ არის, ეხლა სულ 10 კლიენტი და 20 კლიენტი და 50 კლიენტი ხო არ გეყოლება, გინდა რომ 100-იც გყავდეს და 200-იც გყავდეს და ლიდერი იყო ბაზარზე და მე მაგის პრეტენზია მაქვს და თან ერთ-ერთი ამის მიზეზი კიდე ის არის, რომ ერთადერთი ქართული კომპანია ვარ ბაზარზე, რომელიც მარტო ინვენტარიზაციას აკეთებს. ანუ დანარჩენი ყველას აქვს ეს სერვისი შეთავსებული და შესაბამისად ანუ იმ ხარისხს ვერავინ ვერ ინარჩუნებს, რა ხარისხიც უნდა შეინარჩუნოს. მით უმეტეს რომ ინვენტარიზაცია რო გაუკეთო შენ ორგანიზაციას 100%-იანი სიზუსტე ვერსად ვერ არის, იმიტომ რომ ადამიანური რესურსია და მაგ ლუფტს ყველა კომპანიასთან ვიტოვებ, რომ შეიძლება მე იქ რაღაცა გადასამოწმებელი მქონდეს და არ ეგონოთ, რომ რაღაცა ან ძალით გამორჩა ჩემ თანამშრომელს, ან რაღაცა მსგავსი, მოკლედ რა ძალიან ლოიალური, ანუ კომპანიაში რო შევდივარ, მინდა რომ გაიგოს ჩემმა დამკვეთმა, რომ ორივე მოტივირებული უნდა ვიყოთ, რომ ისეთი საქმე გავაკეთოთ, რომელიც ჩაჯდება სისტემაში და მე უკვე თვის ჭრილში იქნება კვარტალურ ჭრილში თუ ყოველწლიურად სულ რაღაცა გზაზე დავაყენებ და ამას მივყვებით. კარგი, მოკლედ ჩემი და შენი ბიზნესი გავს ერთმანეთს. ერთი იმით რომ არის აუთსორსი ორივე და მეორე კომპლექსური მიმართულებები არის ორივე. ანუ ესე რომ ერთხელ შეხვიდე და გავუკეთო, ეს არ არის საკმარისი. მინდა რომ ვისაუბროთ აუთსორსზე, რეალურად რისთვისაც შევიკრიბეთ აქ.
და გავაგებინოთ ბევრ ადამიანს იმასთან დაკავშირებით, თუ რა სარგებლის მოტანა შეუძლია რეალურად აუთსორს და რა სხვაობა არის მაგალითად აუთსორსსა და სტანდარტულ მომსახურებას შორის. კი ბატონო. აუთსორსი მე ესე უყურებ, რომ ანუ ადამიანი, რომელიც თავის დროზე საქმეს, იმ საქმეს, რომელსაც აკეთებდა ფიზიკურად თვითონ და მერე გადაწყვიტა, რომ გაეკეთებინა კომპანია. ანუ შემოიკრიბა მერე კიდე ბევრი თავისნაირი ადამიანი. ძალიან ბევრი პლუსი აქვს, ძალიან ბევრი მინუსი აქვს. პირველი პლუსი, ჯერ პლუსებს ჩამოვთვლი, მერე მინუსებზე გადავიდეთ. პლუსი ის არის, რომ კომპეტენციის ნაწილი დიდი არის, იმიტომ რომ ორგანიზაციაში, რომელიც აუთსორს მომსახურებას ეწევა, ძალიან დიდი გამოცდილება გროვდება, იმიტომ რომ ყველა ბიზნეს მიმართულებას მოიცავს. ეხლა მე პირადად, ჩემი მაგალითიდან გამომდინარე, დაწყებული ავტობიზნესიდან, ავტოსალონებიდან, დამთავრებული კერძო სკოლები, წარმოება, უნივერსიტეტები, აი რაც არის სამედიცინო მიმართულება, ნებისმიერი მიმართულებით, წელიწადში თითო მიმართულებით ერთი მასშტაბური პროექტი მაქვს, ისეთი რომ აი რა ვიცი, დაახლოებით 1-3 თვე თითო პროექტს ჭირდება ხოლმე და ჩემი მხრიდან დაახლოებით 4-დან 6 კაცამდე ჩართულობა. აქედან გამომდინარე ეს გამოცდილება რო გიგროვდება, ბევრად მარტივად შეგიძლია რაღაცა პროცესების დაგეგმვა ორგანიზაციისთვის. ხარჯების ოპტიმიზაცია ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი. ანუ კომპანიას რა პლუსი აქვს? ეგ ამ შემთხვევაში შენ მაღაზია ამახვილებ ყურადღებას რეალურად. ანუ აუთსორსის უპირატესობა ის არის, რომ ჩემთან კლიენტი რომ მოდის, დეპარტამენტი რომ შექმნას მაგისი და თან ზემოდან რომ ამონიტორინგოს და თან მივლინებებში რომ გაუშვას და თან დაბადების დღეებზე ტორტები მიუტანოს და მერე ყოველ წელს კორპორატიულზე წაიყვანოს და რა ვიცი კიდე ზედნადები მილიონი ხარჯია კომპიუტერი დაუდგას კომუნალური გადაუხადოს და ასე შემდეგ. ანუ იმ მონიტორინგის ძალისხმევას რო თავი დავანებოთ ფინანსურ ნაწილზე რო ვილაპარაკოთ მარტო დაახლოებით მაგის ნახევარი უჯდებათ ბევრად უფრო კარგი ხარისხით და მიუკერძოებელი რეპორტის მიღება ვიდრე შიდა თანამშრომლით. კიდე ერთი ძალიან დიდი პლუსი ის აქვს რომ აი ეს თანამშრომლები ვინც თვითონ იმ ორგანიზაციაში არიან ყველა ტონუსშია საერთოდ რო შევდივართ ანუ იციან რომ როგორც სალაროში მოლარეს აქვს ფული ჩაბარებული სიტყვაზე მომობ რაღაცა X თანხა დღის ნავაჭრი ზუსტად იგივენაირად არის პასუხისმგებელი საწყობის მენეჯერი თავის ნაშთებზე. მილიონის ნაშთი ექნება, 10 მილიონის ნაშთი ექნება თუ 100 მილიონის ნაშთი იმ საწყობიდან გინდაც ტესტური ინვენტარიზაციის დროს თუ გენერალური ინვენტარიზაციის დროს რო ამოვარდეს დანაკლისი ან ზედმეტობა არის მის კისერზე და ანუ ეს არის ძალიან ისეთი ამბავი რომ შენი თანამშრომლები რომლებსაც ჩათვალე იგივე კომპანიის ფული გაბარია ანუ მარაგის და ძირითადი საშუალებაც ანუ აქტივია ჩვეულებრივი რა ანუ რაც უნდა გაგეყიდა ის გაქვს დანაკლისში ანუ იგივეა რომ კომპანიაში გქონდეს 100 ლარი და 10 ლარი აღარ გქონდეს რა დაახლოებით და იმ მარტივენაზე რო ახსნათ და ანუ ამის ამ კუთხით დამფუძნებლები დირექტორები ფინანსური დირექტორები ყოველთვის სწორად ხვდებიან რაზე უნდა გამახვილონ ყურადღება და ძირითადად უფრო თვითონ იღებენ ხოლმე ამ გადაწყვეტილებებს და ესეც ძალიან დიდი პლუსი აქვს. მინუსებზე გადავალ და ყოველთვის აქვს დამფუძნებელს დირექტორს, ფინანსურ დირექტორს, ვინც არის კონკრეტული დამკვეთი, შენი დანაკლისი. ანუ აუთსორსე რო ხარ, მაინც ანუ ცოტა მაგ კულტურიდან მაინც ვერ გამოვედით, რომ მოკლედ იქ უნდა რომ იყო სულ უნდა რომ ხელმისაწვდომი იყო მოკლედ და აი რაღაცა X თანხა რო გერიცხება პირობითად თუ ამბობ თვეში სულ ფიქრობს ის რომ რაღაცა აი ახლა ამ თვეში რო გადაურიცხე ხო რა აი იმდენი გადაურიცხე რამდენიც ეკუთვნოდა თუ უფრო ნაკლები ეკუთვნოდა რომ ამდენი იმუშავა თუ არ იმუშავა აი ამიტომ მაგ მიმართულებით ცოტა ფრთხილობ ხოლმე მე და აი რაც არის პროექტები ძირითადად ვცდილობ რომ იყოს უფრო წლის ჭრილში აღებული ან
ჭრილში რამდენიმე დაახლოებით 15 კომპანია მყავს, რომელიც მიმდინარეთ არის და ესენი არიან, ანუ ამათ ამ საკითხთან დაკავშირებით პრეტენზია არ აქვს, მოკლედ, ანუ ჩათვალეთ, რომ ხო, არა, მიმდინარე, ხო, მაგრამ მე რას ვამბობ, მიმდინარეს წესით უფრო აქვს ხოლმე ეგ პრობლემა, აი ბუღალტერიაში არის ეგ პრობლემა, რომ აი სად მიზის ბუღალტერია, აბა სად არის და ბუღალტერი სადღაც ზის, შეიძლება 3 თვე, 4 თვე გავიდეს, თვალით არ ყავდეს ნანახი და რეალურად კომპანიაში ყველაზე საპასუხისმგებლო რაღაცას აკეთებს, რავი, დეკლარაციებს აგზავნის, გადასახადებს, ანუ რაღაცა ბექგრაუნდს, ანუ ისა, რა სადღაც ზის თავის ცხოვრება აქვს და შეიძლება 3 თვე არ ყავდეს ნანახი და ანუ ენდობი რომ საქმეს გიკეთებს რა, აი რაღაცა ეს ამბავია და აი მე ეს 15 კლიენტი ვინც მყავს, ყველას გააზრებული აქვს ეგ რომ აი ჩავთვალოთ რომ აღრიცხვის მიმართულებით ყავთ ერთი თანამშრომელი დამატებული, რომელსაც ყავს გუნდი და რესურსი, რომელსაც ყოველთვის გამოიყენებს და რამე შეფერხება თუ იქნება იქ, მაგ ნაწილს გამოუსწორებს. ერთი მინუსი კიდე ისა აქვს აუთსორს, რომ არ შემიძლია რომ ამ ნაწილს არ შევეხო, თვითონ შიგნით თანამშრომლების ცვლილების ნაწილი. ანუ დამკვეთი წყნარად რომ იყოს, ამ დამკვეთს ერთი კვალიფიციური თანამშრომელი რომ მიამაგრო, რომელსაც წესით თვითონ უნდა აეყვანა, აუთსორსერ არ გამოეტანა. და უცებ რაღაცა 3 თვეში თუ 4 თვეში რომ გადაეწყობა კომპანია უკვე ეს ადამიანის ყველაფერში ჩაიხედავს, ისინიც მაყოფილები არიან, შეიძლება თქვას რომ მე მივდივარ სამსახურიდან და ეხლა მოდის ვიღაცა ახალი X თანამშრომელი, რომელსაც ამან ეს ყველაფერი უნდა გადააბაროს და აი ამ მომენტში ეგრევე ჩემ თავს ვაყენებ ხოლმე დამკვეთის ადგილას და მეც ძალიან მაგრად მომაშლებოდა ნერვები ეგეთ რაღაცაზე, იმიტომ რომ ნუ ჩემ ანუ შენც ახლა ვიღაცას რო აუხსნა 4 თვის და 5 თვის განმავლობაში რაღაც და მე 6 თვეს რო გითხრა სამსახურიდან მივდივარ და კიდე რო წარმოიდგინო რომ კიდე ვიღაც უნდა მოვიდეს და იმას კიდე თავიდან უნდა აუხსნა რაღაც, აი ეს არის ძალიან დიდ ასე ვთქვათ ისეთ ცოტა უნდობლობასთან დაკავშირებული ამბავი. მარტო მაგ კუთხით არა, როგორც HR-ის გადმოსახედიდან გეტყვი რა, მანამ სანამ შენ ასწავლი და დებ ამაში რესურსს, აი იმაში რომელიც წავიდა ვთქვა და მის ნაცვლად სხვა მოვიდა, შენ ფულს კარგავ, როგორც ბიზნესი. კი ბატონო. და როცა შეიძლება რომ არ დაკარგო ეს ფული და ყავდეს მომსახურე კომპანია, რომელიც მაგას ყველაფერს გაგიკეთებს აბსოლუტურად. შეუწყვეტელი, მოდი ესე ვთქვათ რა. და თან ერთი მომენტი არის, რომელზეც მე მინდა რომ გავამახვილო ყურადღება. შენ როდესაც აუთსორსზე აყავს კომპანია, შენ ერთი ადამიანი კი არ გემსახურება. ერთი ადამიანის ნაცვლად გემსახურება მთლიანი გუნდი. არა, ეგ აუღნიშნე, კი, ეგ მეც აუღნიშნე, უბრალოდ არსებობენ თანამშრომლები, რომლებიც ობიექტზე არიან. ანუ რეალურად აუთსორს შეიძლება შენ აუთსორსზე გქონდეს რაღაცა მომსახურება გატანილი და აი მაგალითად ბუღალტერია. მაგალითად შრომის უსაფრთხოება. და შენ მოითხოვო, რომ აი გადაგიხდი მე თვეში, აი ჩვეულებრივი თანამშრომლისთვის ხო უნდა გადამეხადა 3000 ლარი, გადაგიხდი შენ 5000 ლარს, ჯერ იმიტომ რომ შეპესეს აქვს პასუხისმგებლობა და არა ფიზიკურ პირს და შეპესესთან ბევრად უფრო მარტივად გვარდება ვიდრე შეპესე ფიზიკურ პირთან და მოდი გავაფორმოთ ხელშეკრულება და შენგან ერთი თანამშრომელი დამისვი, ასე ვთქვათ. ხო და ის ერთი თანამშრომელი, რომელიც დასმულია, ანუ მაგაზე მაქვს მე საუბარი, ან რომელსაც პროექტი აქვს თვითონ ჩაბარებული, შეიძლება მე და შენ კომპანიები რო გვაქვს რაღაც პროცესებს ვაკონტროლებდეთ, მაგრამ რაღაც პროცესებს უკვე ქვევით ძალიან რაღაც გატარების დონეზე და თვითონ დათვლის დონეზე აღარ ვაკონტროლებდეთ, რომელიც შეიძლება თავი იჩინოს იმ მომენტში, რომ თანამშრომელმა შეცვალა თანამშრომელი, რომ აი მაგალითად, მე რაღაცა ერთ თვეში აღარ ვიქნები, საკმაოდ ისეთი რთული პროექტია და მე მიწევს თანამშრომლის შეცვლა და აქეთ უკვე თანამშრომელი უნდა იპოვო და ტრენინგო პროცესში ჩართო. ანუ ძალიან ისეთი თემაა და თვითონ კლიენტისთვისაც არ არის. ანუ აი ეგ ზუსტად ვიცი რა, რასაც გრძნობენ მაგ დროს რა. ანუ თანამშრომელი, რომელიც უკვე გაწაფულია და მაგ ყველაფერს აკეთებს, გონია რომ სხვა რომ მოვა, აი ის უნდა რა, მოკლედ რა, ის ერთი უნდა, როგორც თავის დროზე მე უნდოდი რა და
სხვათა შორის რო არ დამოვიწყდეს ხოლმე ზოგადად რა გზა გამოვიარე და საიდან მოვდივარ რაღაც პერიოდულობით მე თვითონაც ვაკეთებ ხოლმე ინვენტარიზაციას, იმიტომ რომ საკმაოდ ისეთი თემაა რა, ანუ არ უნდა მოგცეს რა ჩემი აზრით ბიზნესმა იმის კეთების უფლება და საშუალება, რომ რაღაც დონეზე თავი ცოტა მაღლა დააყენო რა, ანუ მგონია რომ ცოტა უნდა გახსოვდეს რა, ანუ შენ რო ვიღაცას პირობითად თვეში რაღაცა X თანხას უხდი, რომელ X თანხასაც 10 წლის წინ და 8 წლის წინ და 5 წლის წინ შენ რომელიღაც კომპანია გიხდი და ცოტა ანუ უნდა გაიხსენო რა, ძველი დრო რომ მესმის რასაც იძახი და იმის ფასი იცოდე რა შეიძლება დაკარგო თუ სულ არ იყავი ჩართული ამ პროცესებში რა. ნახე მე ვუყურებ ცოტა მრავალნაირად მაგ საკითხს. ყველაფერი არის პრიორიტიზაციის ამბავი. ვიღაცისთვის პრიორიტეტი არის ის, რომ ააწყო ბიზნეს მოდელი და დაადელეგირა თავისი პროცესები და ანუ ურჩევნია სადღაც ჩრდილში იყოს და უკვე რაღაცა შეიძლება დამატებით პროცესებში იყოს ჩართული, რაღაცა ზრდაზე იყოს ორიენტირებული, ან სხვა პროექტი აიღო და ეხა იმაში არის ჩართული. ან არის მეორე რომ გიყვარს ახლა მე ყავს ერთ-ერთი ესეთი კლიენტი რომელიც იძახის რომ მე მიყვარს კაცო ამ ხალხის მომსახურება მე კი ვარ კომპანიის სამფუძნებელი მაგრამ მე მინდა რომ მოვიდეს და ველაპარაკო რაღაცა სიკეთე შევქნა საგრძნობლად ანუ რომ ეხები შემხებლობა რო გაქვს იმ პროცესთან და აბსოლუტურად არ ვამტყუნებ იმიტომ რომ მე თვითონ ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება რომ ადამიანებთან კომუნიკაცია არ მქონდეს, აი იმ დოზით, რა დოზითაც მაგალითად იქამდე მქონდა, ხო, ანუ წარმოუდგენელია ჩემთვის და ერთ-ერთ იმას უნივერსიტეტში ვკითხულობდი რაღაცა იმას, აღარ მახსოვს რაღაცა ლექციას და მეკითხებიან, რომ აი HR-ები რას იძახიანო და HR-ები უსმენენ მეთქი. ხო და ეგ არის ანუ ეს მოსმენის ამბავი მე პირადად ძალიან მსიავნებს. ეხლა ეს პოდკასტით იდეაში მაგ ფორმატშია რა. ბევრ რამეს იაზრებ ძალიან. კი. და აი ეს არ უნდა დაკარგო ალბათ. თავის ეტაპი აქვს რა ყველაფერს. მე საერთოდ ზოგადად არ უყურებ ესე რაღაცებს როგორც სწორს და არასწორს. ანუ არ არსებობს ჩემთვის. და ამას რომ მიუხვედრილიყავი ძალიან დიდი დრო დამჭირდა. ანუ არ ეგონე საკვინმეს ვინც გვისმენს რომ აი ნიკუშა იყო 15 წლის და მაშინაც ესე ფიქრობდა. ანუ ძალიან ბევრი ისეთი ეტაპი გამოვიარე ცხოვრებაში რომ ზოგჯერ ჩემ თავზე ვიყავი ნაწყანი, ზოგჯერ ოჯახის წევრზე, ზოგჯერ მეგობარზე, ზოგჯერ დამსაქმებელზე, ზოგჯერ კლიენტზე, ზოგჯერ პოტენციურ კლიენტზე, ზოგჯერ კონკურენტზე, აი რა ვიცი, ზოგჯერ პერიოდი იყო რომ ყველაზე გაბრაზებული ვიყავი, ზოგჯერ პერიოდი იყო რომ ყველა თიკმაყოფილი ვიყავი, მაგრამ საბოლოო ჯამში მივხვდი რომ ანუ შენ თავთან რასაც ფიქრობ, რასაც იაზრებ და აი ღამე რო დაწვევიო და ის 5 წუთი რო რაც არ გაძინებს, ან ეგრევე რო გაძინებს, აი ეგ არის რა მთავარი. ანუ ვისთვის რა რისი კეთება არის სწორი. შეიძლება ჩემთვის რაღაც არის მიუღებელი და ადამიანს უბრალოდ უთხრა რომ ეს ჩემთვის არის მიუღებელი. მაგრამ ეხლა მე რასაც ვფიქრობ მაგ ლოგიკით რო ვფიქრობდი რომ ყველა ადამიანმა ეგრე უნდა აკეთოს, მაშინ ყველა ადამიანი ბიზნესმენი უნდა იყოს, ყველა ადამიანი უნდა მუშაობდეს, ყველა ადამიანი რაღაცა ისეთ რაღაცას აკეთებდეს, რასაც ვფიქრობ მე რომ ადამიანი უნდა აკეთებდეს. არ ვიცი შეიძლება ვიღაცას ფიქრის პერიოდი აქვს ის 10 წელი და 15 წელი, როგორც მე მქონდა ფიქრის პერიოდი დაახლოებით 10 წელი, ანუ ალბათ 15 წლიდან 10 არა, ალბათ 7 წელი და 15 წლიდან სადღაც 22 წლამდე ჩავთვალოთ, რომ ჩემ ცხოვრებაში იყო რაღაცა ის სულ რაღაცა გაყინული პერიოდი, რომელიც მთლიანად ფიქრში მაქვს გატარებული. აი გაყინულ პერიოდს რას ეძახი? აი რას ვეძახი და პერიოდს როცა აკვირდები მარტო შენ თავს რა აი რაღაცა ჩემი თავის შეცნობის პერიოდი დავარქვათ რომ მაგრამ 22 წელს არ დამთავრებულა ეგ რა 22 წელს რომ მე რაღაცა ნაბიჯი გადავდგი მე კიდე რაღაც ნაბიჯი გადავდგი და რა ვიცი ცოტა კმაყოფილიც ვარ რომ ცოტა გვიან
მოხდა ნაბიჯების გადადგმა, იმიტომ რომ უფრო სხვაზე დაკვირვება მასწავლა, კიდაც ჩემი საქმე როგორ გამეკეთებინა სწორად, ვიდრე ჩემ თავზე დაკვირვება, იმიტომ რომ კომპანიებში, რომლებშიც მუშაობდი და ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა განსაკუთრებით ერთი კომპანია არის აუდიტორული ფინანსური ოფისი, FINO ქვია. მაგ კომპანიამ გამზარდა, ასე ვთქვათ და ჩამომაყალიბა აი იმ ისე დამანახა უფრო სწორად აი რაღაცეები და ისე ჩამომაყალიბა და გზაზე ისე დამაყენა რომ აი რაღაცა შეცდომები არ დამეშვა რაც შეიძლებოდა რომ აი უბრალოდ მეთქვა რომ აი მოდი ამას ეხა აუდიტორული კომპანია აქვს და ბუღალტრული სერვისი აქვს და მოდი მე ეხა ინვენტარიზაციის სერვისს გავაკეთებ და ეს შეცდომები არ მექნება პირობითად ვამბობ რა მაგრამ იმ პროცესებში რო ვიყავი ჩართული ბევრ რაღაცას უყურებდი ბევრ რაღაცას იქ მოდი ესე ვთქვათ რომ რაც ჩემ კომპანიაში უნდა მესწავლა მე ჩემ შეცდომებზე იყო რაღაცეები რა შეცდომებიც მე დამიშვია იმ კომპანიაში რა თქმა უნდა გამომისწორა უშეცდომო არავინ არ არის და ხო მაგის გარეშე მაგის გარეშე ვერ განვითარდები ფიზიკურად და დღესაც უშვებ შეცდომებს უბრალოდ იმ ხარისხით არა რასაც მაგალითად 15 წლის ბავშვი დაუშვებს მე 20 წლის და 25 და ესე იზდები და ანუ რეალურად აი ამან მომცა უფრო იმის საშუალება რომ მე უფრო გადამეფასებინა ბევრი რაღაც ისე ზოგადად ვფიქრობ რომ აუთსორსი ძალიან რთული სერვისია ზოგადად ძალიან რთული ბიზნესია და ვფიქრობ რომ აუთსორსზე რაღაცა ბიზნესი თუ გაქვს და რაღაცა კონკრეტული მიმართულება თუ გაქვს გატანილი უნდა გქონდეს ერთი ანუ შენ პირობითად რო გაქვს ეხა HR მიმართულება აუთსორსზე დარწმუნებული ვარ ხვალ რო ადგე და პირადად შენ რო დაამატო რაღაცა ნებისმიერი მიმართულება და უბრალოდ სადღაც ჰედი მოძებნო ჩააბარო და თქვა რომ მე მაგალითად მაგ მომსახურება ბუღალტერიისაც პირობითად მაგ მომსახურება რაღაცა ISO სერტიფიცირებას ვაკეთებ ბავშვი ბაღიდან გამომყავს ამაშვები ანუ დარწმუნებული იყავი რომ ხო, დარწმუნებული იყავი, რომ ხარისხი დაბალია და ამას შენ თვითონვე იგრძნობ და შენ თვითონვე ბოდიში ამ ჟარგონისთვის და გაგიტყდება რა, ანუ როცა რაღაცაში ძალიან დიდი რესურსი გაქვს ჩადებული და ხარისხზე ხარ ორიენტირებული და დაინახე რომ ეს წამოვიდა, მოდი რა ისე განავითარე, რომ სულ ეგ იყოს წამოსული და ანუ მაგაში იყავი ლიდერი რა, ანუ როგორც აი მაგალითად ავეჯის გადაზიდვის სერვისი, ხო, აი ყველა მის 25-60-60, ანუ დღემდე როდის ბოლოს ეგ რეკლამა როდის გავიგე არც მახსოვს, მაგრამ ნუ აი ვიცი რა, ანუ პირველი ხო რა, აი Google-ში აღარ ჩავწერ და ვიცი რომ ავეჯის გადაზიდვა რომ დამჭირდეს, ეხა კი მყავს ვიღაცა ერთი ძალიან კარგი ადამიანი, რომელიც თავისი მუშებით მოდის და გადააქვს, მაგრამ ნუ აი რა, მაინც პირველი ეგ მახსენდება რა, სანამ ეხა რაღაცა გიორგი ავეჯის გადატანას მოვძებნი, მანამდე 25-60 უეჭველი იმიტომ რომ იმას დარწმუნებული ვარ რომ მარტო ავეჯი გადაქონდა რა თავის დროზე და ანუ მარტო მაგას იმას კი არ უყურებ და აქეთ რომ აი ვიღაცა რაღაცა ჯიპით დადის და ეს ჯიპით იმიტომ დადის რომ აქ რაღაცა 5 პუნქტი გახსნა და მოდი მე კი ეს ავეჯის თემა მექნება მაგრამ აი ამასაც გავაკეთებ და ამასაც აი ყველაფერს თავისი ეტაპი აქვს რა აი აქ რაღაც ტალღის ეფექტი ამ აუთსორს კომპანიას რო ხსნი და რო შედიხარ და აი ესეც მაქვს რეკლამა გაქვს იქ ვიღაცა ისე მოდის ვიღაცა ესე მოდის რაღაცა აი ყველა ფილტრია რა მოკლედ შემოდიან კლიენტები შემოდიან და მერე ძალიან ბევრი გადის რა აი ზოგს ხარისხი არ მოწონს ზოგს ტარიფი არ მოწონს ზოგს დრო არ მოწონს ზოგს ის არ მოწონს ზოგს ეს არ მოწონს და ჩემთანაც ძირითადად მე და მიშას გეიცნობ ჭელიძეს ასოციაციის პრეზიდენტი ვინც არის მიშას ბუღალტრული კომპანია აქვს და მე და მიშას რაღაცა მიშა ეძახის ნატკენ კლიენტებს კლიენტებს რომ სხვაგან მივიდნენ და ძალიან მაგრა ეტკინათ და შველა უნდათ ახლა და მოდიან მე ჩვენთან ძირითადად 60-70% ძირითადად ნატკენი კლიენტები მოდიან იმიტომ რომ
მე გეთანხმები მაგაში აბსოლუტურად და გეტყვი, ჩემს გარშემოც არიან ესეთი კომპანიები, არ დავასახელებ, ჩემთვის ზოგადად კონკურენტი არ არსებობს, იმიტომ რომ მე არავის არ ვეკონკურირები, მოდი ესე ვთქვათ. ესე აღვიქვა რა. არა, მართლა ესე აღვიქვა. შეგეკამათებოდი მაგაში, მაგრამ ხო, არ მაქვს ეგ აღქმა, რა გავაკეთე. შეიძლება ჩემი ბიზნესი არის ზედმეტად ჰუმანური ან მე ვარ ეგეთი ტიპი, არ ვიცი, მაგრამ არ აღვიქვა ესე კონკურენტებად, მე ვქონი კონკრეტულ მიმართულებაზე კონკრეტული სერვისი მაქვს და ვიღაცის იმის კომპანიის დასახელება და სერვისი მოწონს, ვიღაცას ჩემი კომპანიის დასახელება და სერვისი მოწონს. ანუ ეგრე რომ მაგალითად სნიკერსი და რაღაცა პირობითაც მარსი ფიქრობდნენ, ან თქვათ რა ორბიტი და დიროლი, მაშინ საერთოდ არც რეკლამას გააკეთებდნენ. შენ უკვე რეკლამას რო აკეთებ და უკვე რაღაც გინდა რომ ბაზარზე რაღაც ადგილი გეჭიროს, რა თქმა უნდა კონკურენტები გყავს. მე პირდაპირ კონკურენტი არ მყავს, მაგრამ ირიბი კონკურენტები მყავს და მაგასაც ხას უსმევ რომ მყავს, იმიტომ რომ ინვენტარიზაციასაც აკეთებენ და ვინც ინვენტარიზაციასაც აკეთებს, ეგეც ჩემი ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე მათთან ურთიერთობა არ მაქვს და ძალიან ადამიანური ურთიერთობა მაქვს 90%-თან და ერთმანეთს ძალიან დიდ პატივს ვცემთ და ის 10% ვინ არის? 10% არის უბრალოდ ვისაც რაღაცა ეხა ყველას ხელს ხო ვერ ჩამოვართმევა რა, არიან ადამიანები, ვისაც სხვანაირი მოდელით ესმით საქმის კეთება. ზოგი რაოდენობაზე მუშაობს მაგალითად. არის ესეთი მოდელები, რომ რაოდენობა ურჩევნია რომ ყავდეს 1500 კომპანია და რაოდენობით დაწეროს ხანხა. და ხო, მე სხვანაირად უყურებ, მე უყურებ აუთსორს როგორც ადამიანს რა, როგორც მექნებოდა მე მარიამთან შენთან შეხება, ეგრე მექნებოდა შენ კომპანიასთანაც შეხება და ცოცხალი ურთიერთობაა რა, კი. ნებისმიერი რა ვიცი გოგომაც ბიჭთან ურთიერთობას რო შეადაროს ბიჭმაც გოგოსთან ურთიერთობას რო იწყებ თავიდან რომ როგორ უნდა მიუდგე რა უნდა ქნა როგორ უნდა ქნა პროცესი როგორ უნდა გააგრძელო მთელი ფილოსოფია ფილოსოფიას ვერ დავარქმევდი მაგრამ ურთიერთობაა რა იმიტომ რომ წლები უნდა გავიდეს და ძალიან რთული არის რომ შენ ხარისხი ოჯახში ვერ ინარჩუნებ მაგას რომ ყველაზე რთული ხელშეკრულება სადაც გაქვს ოჯახი რომელიც ემოციაზე არის მიბმული, მაგას წლები რო გადის, სულ რაღაცა ის არის რა, სულ ხო ჩადის, ადის რაღაც. იმიტომ რომ ემოციური ბმა არის და აქ ემოციურ ბმასთან ერთად პასუხისმგებლობა არის, რა ვიცი, თანხას იხდის, დედლაინი გაქვს ნათქვამი და რაღაცას ითხოვს და შენც რაღაცას ითხოვ, იმიტომ რომ რაზეც შეთანხმდით, იმან ხელი ჩამოგართვა რა, მე ყველა ჩემ კლიენტს ვეუბნები, რომ ხელშეკრულება არ მაინტერესებს თქო, ყველასთან მე ისეთი ურთიერთობა მაქვს, რომ რაღაც თუ გაფუჭდა, ხელშეკრულებას პირდაპირ ვაწერ ხოლმე, ერთ-ერთი NDA-ია, რასაც ვკითხულობ, რას მიწერენ შიგნით, რომ просто ვნახო თორე. უკვე ადამიანთან წინ რომ დავჯდები და ხელს ჩამოვართმევ, всё რა, მან დამთავრებული არის. მე გეთანხმები აბსოლუტურად და ძალიან ახლოს არის ჩემთან ის, რასაც გამახვილე ყურადღება ბიჭის და გოგოს ურთიერთობაზე, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ვიძახი, რომ პარტნიორულ ურთიერთობას გავს ძალიან ეს ზუსტად. შენ მეც ანალოგიურად ვარ. არ აღვიქვავ კომპანიას როგორც უბრალოდ B2B-ს, B4B არის ჩემთვის. და არის ის, რომ მე რა შემიძლია რომ გავაკეთო შენი კომპანიისთვის, რომ უკეთესი მდგომარეობა გქონდეს, ბევრად კარგად იყო, როგორ დაგეხმარო პრობლემის იდენტიფიცირებაში და ეს არ არის უბრალოდ საქმე, ამას ვერ განიხილავ როგორც უბრალოდ სერვისის მომსახურებას. მაგალითად, მე მინდა რაღაცა ამანათი და ეს ამანათი უნდა მოიტანონ ჩემამდე რა, როგორ მოიტანს ამ ამანათს ჩემამდე? მაგას ხო აქვს მნიშვნელობა. მაგალითად, პირობითად ვიძახი, ახლა არ დავასახელებ ერთ-ერთი კომპანია არის, რომლის ამანათიც ჩემთან რომ მოქონდა, ერთი და იგივე ბიჭს მოქონდა და ბოლოს სახელი და გვარი ვიცოდი ამის რა, როგორ ხასიათზე იყო. ის მინდოდა რომ მოსულიყო ჩემთან, იმიტომ რომ ის მომიკითხავდა, ამინზე დამელაპარაკებოდა. კი, ძალიან. მე ბევრად მეტია ეს კორპორატიული, ესე ვთქვათ, ხელშეკრულების გარეთ რაც ხდება, ვიდრე ის და
მე ვფიქრობ, რომ აუთსორსი ამას რეალურად უზრუნველყოფს. ბევრად მეტი შემხებლობა არის საჭიროების განსაზღვრა და კიდე სანამ დამავიწყდა. მინდა და კითხვა დამესვა. მეც და შენც ფაქტიურად საერთოს რასაც ვხედავ კიდე ერთს არის ის, რომ ჩვენ წამოვედით სპეციალობა იცი ძალიან კარგად, შენ დარგის მიმართულების სპეციალისტი ხარ და მე იქიდან ქმნი უკვე მეძღირებულებას, ვიდრე იქამდე შეგეძლო რომ შეგექმნა რა. თვლი თუ არა რომ აუცილებელი არის კომპანიის დამფუძნებლისთვის რომ გაიაროს ეგ გზა, იმისთვის რომ შექმნას ხარისხიანი პროდუქტი და კარგად ესმოდეს შიდა პროცესები, თუ არ არის აუცილებელი? კი, რა თქმა უნდა, აუცილებელი არის. ესეთ ბიზნესშიც ალსახად აუცილებელია, თორე ეხლა ვიღაცისთვის კარაქს გაყიდის მარგარინს თუ კეჩუპს, არ აქვს მნიშვნელობა. აქ რა მნიშვნელობა? ისევ პიროვნება გამოვიტანოთ რა. ეხლა მე ეს გამოცდილება რო არ მქონოდა, დავჯდებოდი ვისწავლიდი, რაღაცა 2 წელი დამჭირდებოდა თუ 1 წელი, რაღაცა იდეა რომ მომივიდოდა თავში, მაგრამ ზუსტად მაგას წავაწყდებოდი. ეხლა რაზეც გავამახვილე ყურადღება წინა კითხვის დროს, რომ იმ შეცდომებს დავუშვებდი ჩემი კომპანიის გაკეთების დროს და პირობითად პროცენტულად თუ რაღაცა 10% არის ჩემი სერვისით დღემდე 4 წელია რაც ბაზარზე ვარ უკმაყოფილო იქნებოდა 50% და ეგეთი სახელი ვერ მექნებოდა და ის კმაყოფილი კლიენტიც ვერ მომიყვანდა კლიენტს, იმიტომ რომ კმაყოფილი არ იქნებოდა და ძალიან ისეთი თემაა, მიუხედავად მაგისა, მე ეხა ისე არ გამოვიდეს, რომ სადაც მუშაობდი, ცუდად ვაკეთებდი პროექტებს რა, ძალიან კარგად მიდიოდა იქაც პროექტები, ძალიან მიუხედავად იმისა, რომ ბუღალტრული კომპანია იყო და ინვენტარიზაციაც ჰქონდა, ძალიან ბევრი ისეთი პროექტი წამომიღია მე ფინოთი, სადაც ბევრად უფრო ისეთი კომპანიები იყვნენ გამოცდილი, შემოსული მაგ მიმართულებით, ვისაც ტენდერები უკეთებიათ და ასე შემდეგ. მანდ ასე ვთქვათ, მივხვდი, რომ ცოტა გაყიდვების მხარე უფრო ვიყავი მე, ვიდრე რაღაცა სპეციალობის მხარე და ეგეც თვითონ დირექტორი ვინც არის ფინოსი ეხლა და მაშინაც ვინც იყო და დამფუძნებელი, მიშა, კი იცნობ შენ ნეტვორკინგზე გაიცანი, მერაბიშვილი. დღეს მეგობრობთ ერთმანეთთან და მიშა სადაც ეგ აზრი ქონდა და მიშა ჭელიძესაც ეგ აზრი ქონდა და საბოლოო ჯამში მე კი ვიცოდი ახლა რაც შემეძლო ყველაზე კარგად ურთიერთობა, იმიტომ რომ რავი ეზოში ვარ გასდილი და 90-იანების ბავშვები ეზოში ვარ გასდილი და რავი როგორც 15 წლის ბავშვი შეიძლება იყოს ჩემი მეგობარი, ისე 55 მყავს რა რეალურად, 60 წლის ადამიანთანაც მეგობრობ და 15 წლისთანაც და ეგ ზღვარი არ მაქვს ზოგადად და ამან შემაძლებინა რეალურად და გამაკეთებინა ის რაც გამაკეთებინა, თუნდაც ის რომ მენეჯერულ ნაწილში არ მიჭირს და თანამშრომლებთან ურთიერთობაში არ მიჭირს, ეგეც მაგან მასწავლა, რომ ზღვარი არ მაქვს. ზოგადად მგონია რომ ურთიერთობა არის ყველაზე ძვირფასი და ამ ურთიერთობას მოაქვს შემდეგ უკვე ის დანარჩენი რაც მოაქვს რა, რაც არის და რეალურად ეხა ჩემ კომპანიასაც სანამ ჩაწერას დავიწყებდით, მანამდე კი ვლაპარაკობდით ამაზე, ეხა ინვენტარი ერქმევა ჩემსას თუ ნებისმიერი სხვა დასახელება, 80% მოდის ჩემთან და შენ კომპანიასაც დარწმუნებული ვარ, როგორც არ უნდა იყოს, ნებისმიერი ვინმე ტრენინგ კომპანია იქნება, ბუღალტრული კომპანია იქნება, დღესაც რა ვიცი, ჩემი მეგობრები ვინც არიან, ვინც სერვისს აკეთებენ, მიდიან პიროვნულად, იმიტომ რომ იმათ მოიციან საგადასახადო კოდექსი, იმან რომ საგადასახადო კოდექსი იცის, ახსნილი აქვს თავისზე დაქვემდებარებულ 3 ადამიანზე, იმ 3 ადამიანს კიდე 10 ადამიანზე და რო რამე იყოს და კომპანიაში რაღაცა გაიჭედოს, საბოლოო ჯამში თავში ვინც არის დარგის სპეციალისტი, ის ეგულება დამკვეთს, რომ მოუგვარებს ამ კონკრეტულ პრობლემას.
კი, გეთანხმები აბსოლუტურად. მეც ვფიქრობ, რომ ადამიანებთან მოდიან და არა კომპანიებთან, ანუ ამ ადამიანის უკან ვინც დგას. სხვადასხვა აზრი არის სხვათა შორის მაგასთან დაკავშირებით. მომისმენია და ზოგი იძახის, რომ ჩემი მეგობარი მაგალითად არ არის, ანუ არ ჩანს ესე, ანუ პირადი ბრენდი არ არის მაგისი, მაგრამ მაინც ესე ვთქვათ, კომპანია არსებობს და ვითარდება. მე გეთანხმები შენ, თუმცა ვიღაცისთვის ეხა რაღაცა არ ვიცი, შეიძლება იმ პერიოდში ესე დაემთხვა და არ იყო ეს პირადი ბრენდის ანუ მოთხოვნა იმდენად დიდი იყო, რომ მიწოდება იყო საჭირო შესაბამისი და იმის უკან ვინ იდგა აღარ იყო საჭირო, თუმცა მაინც შენი კომპანიის სახე ჩანს, ეს მარკეტინგში გამოჩნდება, შენი სახით გამოჩნდება, თუ ვინმე სხვის მეშვეობით გამოჩნდება, ეს ჩანს, ასე რომ აი მანდ ერთ პატარა რაღაცას დავამატებ. ჩვენი სერვისები, ჩვენ რაც გვაქვს. არ არის არ მოითხოვს აკრედიტაციას. ხო. ეგეთი კომპანია შეიძლება ადამიანს კონდეს, რომელიც შეიძლება ეგეც ჩემთვის პირადად შეიძლება ვიღაცა ამუშავებს და მე მგონია რომ ეგრე ვინც ამუშავებს კომპანიას 10 წლის მერე იქნება 15 წლის მერე ყველა ვარიანტში დაიწევს დაბლა გაყიდვები მაგ კომპანიის. აი ხა სულ მაღლა ესე რომ ადიოდე ძალიან რთული არის ეგ ამბავი, მაგრამ მგონია რომ მნიშვნელოვნად დაეცემა, იმიტომ რომ თუ რამეს კონკრეტულად ლიცენზია ჭირდება, აი მაგალითად რაღაცა შრომის უსაფრთხოების კომპანიას, რომელსაც კანონი არეგულირებს, დადიან ჯარიმებს წერენ, მაგალითად პერსონალური მონაცემები. ჯერ ეს როგორც ვიცით, ლიცენზია ესე არ ჭირდება, მაგრამ ნუ სავარაუდოდ დაჭირდება. აი ესეთი ბიზნესის უკან შეიძლება იდგეს ადამიანი, რომელმაც უთხრას ისიც, რომელმაც უთხრას სპეციალიზებულ ადამიანებს, რომ აჰა, თქვენ სიტყვაზე $500,000 მიდი დროზე გააკეთე შეპესე, ძალიან მაგარი ლოგო გააკეთე, ძალიან კაი სახელი მოუფიქრე, $200,000 დახარჯე რეკლამაში, ანუ მოხოდე და გააკეთე და მიცეს ის რა ქვია, ბიძგი. მაგრამ თვითონ იმ ადამიანის კონტრიბუცია, ანუ ამ იმაში აუთსორს მიმართულებაში, ანუ არ იქნება ისეთი როგორიც უნდა იყოს და რეალურად აქეთ მხარეს შესრულების ნაწილში, ვისაც პროცენტი ექნება და წილი ექნება, мотивация არ ექნებათ ისეთი როგორიც უნდა გქონდეთ. იმიტომ რომ რეალურად იმ პორტფელ აუთსორს ფული არ ჭირდება დასაწყებად რა და შეიძლება ვიღაცამ ჩათვალოს რომ ჭირდება და აქტიურად შევიდეს ბაზარზე, მაგრამ აუთსორს ჭირდება ნელა განვითარება. ანუ წლები ჭირდება რომ შენი ადგილი უნდა დაიმკვიდრო რა, აი როგორც რაღაცა, აი როგორც ხა უნივერსიტეტს ერთ დღეში ხო ვერ დაამთავრებ, მაშინ უნდა მიხვიდე დიპლომი იყიდო, ხო? ანუ ეგეც ეგრეა და ის ნაყიდი დიპლომი 10 წლის მერე გამოდგება, რომ თურმე განათლება არ მიგიღია და უბრალოდ დიპლომი გაქვს და 4 წელი რომ დადიხარ და სწავლობ და ინტენსიურად რაღაცა ცოდნას იღებ და მე აზიარებ, იღებ, ანუ გაცემ იუსები, ესეც ესეა რა, ანუ აუთსორსიც კლიენტი რომ მოდის, შენ ამ კლიენტთან რომ მოდის, შენ გამოცდილებას უზიარებ, მე ახალი კლიენტი მოდის, იმას უზიარებ, აქედან შენ რაღაცა ისეთით იუსები, რაც არის შენ მაგალითად ნებისმიერი პროფესიული მიმართულებით, მაგრამ კანონში რაღაც ცვლილება შევიდა, ვინ რას როგორ მოერგოს, შეიძლება დღეს რაღაცას ესე ვაკეთებდეთ და ყველაფერს ერგებოდეს, მაგრამ 5 წელი გავიდეს და 5 წლის მერე რაღაცა შესაძლებელი იყოს, ანუ ამაში თვითონ დამფუძნებელი ვინც არის, ამაში ჩართული თუ არ არის და 50% აქვს ვიღაცა ტიპს, რომელმაც ამაში ფული დახარჯა და აქეთ 50% აქვს ორ მეგობარს, რომელიც ძალიან პროფესიულად განათლებული და ძალიან მოტივირებული და მონდომებულია, რამდენი ფულიც არ უნდა კონდეს ამ ვიღაცა ერთ კონკრეტულ კერძო ტიპს ჩადებული, ყოველთვის ექნება დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება ამ ორ ადამიანს, იმიტომ რომ საქმეს რეალურად ესენია, ანუ
კომპანიას ესენი მართავენ რა და კი, მე მაქვს ეგ გამოცდილება ერთ-ერთ კომპანიაში, ამიტომ ზუსტად ვიცი, რაზეც მელაპარაკები. და მოკლედ რომ შევაჯამოთ, ესე იგი, აუთსორსი მე ვფიქრობ, რომ არის ეხლა იყიდებს ფეხს ფაქტიურად ბოლო შეიძლება 5-7 წელია საქართველოში დაახლოებით და ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი კომპანია სამომავლოდ იარსებობს ესეთი აუთსორსის კუთხით, იმიტომ რომ დასავლური რაღაცა სხვადასხვა მეთოდები მოგვაქვს ხოლმე აქ, როგორ დავნერგავთ ამას აქვს საბოლოო ჯამში მნიშვნელობა. მეორე ის, რომ ვინ დგას კომპანიის უკან არის უმნიშვნელოვანესი და მესამე არის ის, რომ ჩვენ ვაწვდით რეალურად სერვისს, რომელიც არის იმაზე ხარისხიანი, ვიდრე შეუძლია რომ ბაზარზე მიიღოს. მეორე, კონცენტრირებული კონკრეტულად პრობლემის მოგვარებაზე და შედეგი უდგება ის, რაც რეალურად ჭირდება იმ ხარისხით, რა ხარისხითაც სჭირდება. ანუ ამაზე მინდოდა მოკლეს დღეს რომ გაგვამახვილებინა ყურადღება, მე მგონია რომ ვიტრიალეთ მაქსიმალურად. მადლობა ძალიან დიდი. პირიქით. მოსვლისთვის, გაზიარებისთვის, ძალიან საინტერესო, ნებისმიერი სფერო იდეაში ჩემთვის საინტერესო არის ხოლმე, იმიტომ რომ ბევრ ამას სწავლობ იქიდან და ვფიქრობ, რომ მაყურებლისთვისაც, ბევრი ადამიანისთვისაც იქნება საინტერესო. მადლობა კიდევ ერთხელ და წარმატებები. პირიქით, დიდი მადლობა მოწვევისთვის და წარმატებები შენ.